21 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში წიგნის ტაო-კლარჯეთის ეპარქია წარდგინება გაიმართა, რომელიც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს ლოცვა-კურთხევით გამოიცა, ხოლო იდეის ავტორი ზარზმის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ნიკოლოზ გეწაძეა. წიგნზე მუშაობა 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის შედგენაში მონაწილეობას დაახლოებით 25 ავტორი იღებდა. ყველა მეცნიერი თავისი სპეციალობის მიხედვით იკვლევდა და ამზადებდა ცალკეულ ნარკვევს. წიგნი ტაო-კლარჯეთის ეპარქია არის ისტორიული, ხელოვნებათმცოდნეობითი და ენათმეცნიერული მასალის ნაკრები, რომელიც ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს კუთხეს, სამხრეთ საქართველოს უკავშირდება. მასში შესული ფოტოები და დოკუმენტური მასალა მკითხველს საშუალებას აძლევს დეტალურად გაეცნოს ტაო-კლარჯეთში არსებულ ხუროთმოძღვრებისა და კულტურულ ძეგლებს. წიგნში შესულია 91 ტაო-კლარჯეთისა და ახალციხის ეპარქიის 91 ხუროთმოძღვრული ერთეული. იქ დავუშვათ საფარაში ან ურავლის აგარის მონასტერში 6-7 ეკლესია ხომ ეს ერთ-ერთეულადაა შესული. 34 მოქმედი ტაძარია. 20 აი მომავალში ასამოქმედებელიან თავისი მნიშვნელობით ძალიან გამორჩეული ძეგლია შესული. აი ეს მასალა ხუროთმოძღვრული და მონუმენტური ფერწერის განხრით. წიგნს ერთვის რუკა საკმაოდ ზუსტადაა გაკეთებული, იქ არის GPS-ის მონაცემები ყველა ეკლესიის. ეს გახლავთ ფაქტობრივად ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომი, რომელშიც შესწავლილია და გამოკვლეული არის სამხრეთ საქართველოს ეპარქიის ყველა კუთხის, ყველა ეკლესია მონასტრის ისტორია, წარწერები, ეპიგრაფიკა, ასევე ლიტერატურულ საღვთისმეტყველო სკოლები, ტოპონიმიკა, მხატვრობა, ფერწერა, ხატწერის ნიმუშები, რაც კი ამ სკოლიდან ჩვენ შემოგრჩა და აი ამდენად ფაქტობრივ მივიღეთ ასეთი მონუმენტური ხასიათის წიგნი. წიგნი გაყიდვაში 22 დეკემბრიდან იქნება და მკითხველებს მისი შეძენის საშუალება საეკლესიო და წიგნის მაღაზიებში ექნებათ. მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ ასეთი შესანიშნავი საღამო გვაჩუქეთ დღეს. მე მინდა აღვნიშნო, რომ წიგნი დაიბეჭდა 2000 ცალი ეგზემპლიარით და ის უკვე ხვალიდან იქნება ყველა საეკლესიო მაღაზიაში გაშვებული და ასევე საერო მაღაზიებში და მსრულებს შეეძლებათ რომ შეიძინონ. ჩვენ შევეცდებით რომ დავაგზავნოთ ეს წიგნები ბიბლიოთეკებში, უნივერსიტეტებში და რეგიონებში, რომ ბიბლიოთეკებში იყოს ეს წიგნები გარკვეულწილად წარმოდგენილი, რომ ახალგაზრდობას ჰქონდეს საშუალება რომ გაეცნონ ამ წიგნს. მე მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ დიდი მადლობა და თქვენ გთხოვოთ რომ დაგლოცოთ რამოდენიმე სიტყვით. პირველი ყოვლისა მადლობელი ვარ, რომ მოგზავნით ჩვენთან, განვიხილეთ, წარმოვადგინეთ ეს შესანიშნავი წიგნი. მე მინდა მადლობა უთხრა მეუფე თეოდორეს ამ დიდი შრომისათვის. ამასთან ერთად მეუფემ მისცა შესანიშნავი მაგალითი სხვა ეპისკოპოსებს და სასულიერო პირებს, რომ იმუშაონ ჩვენს ისტორიაზე, ჩვენს მეცნიერებაზე. მე მაფიქრებს ერთი რამ, როგორ დავაინტერესოთ ჩვენი ახალგაზრდობა აი ამ მეცნიერებით. დღეს ასეთ სქელტანიან წიგნებს თითქმის არავინ აღარ კითხულობს. და აი ამიტომ დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ეკლესიას, ჩვენს მეცნიერებს, როგორ გამოვნახოთ გზები, როგორ მოიპოვოთ მკითხველი. წიგნი არის და მკითხველი არ არის. ეს ისეთი წიგნია, რომ თაროზე არ უნდა იყოს, უნდა
სამაგიდო წიგნი უნდა იყოს. მით უმეტეს ახლა აი აქ იყო ნათქვამი გლობალიზაციის პერიოდში, როცა სულ ახალი ფასეულობები შემოდის, რომელიც ადრე არ იყო ფასეული. და ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს კულტურას, ჩვენს ხელოვნებას, ჩვენს ტაძრებს. ყოველ ნივთს, საეკლესიო ნივთს აქვს და ყოველ ტაძარს აქვს ორი დანიშნულება. ერთი სულიერი, ეს არის სულიერი ესეთი ლოცვის საგანი და მეორე კულტურის ძეგლია. აი ორივეს უნდა მივაქციოთ ყურადღება და ფიქრობ, რომ ჩვენი ახალგაზრდობა მიხვდება და აუცილებლად ყურადღებას მიაქცევს ჩვენს კულტურას, ჩვენი წარსული თუ არ შევისწავლეთ, ჩვენ ვერ შევქმნით მომავალს. ჩვენი მომავალი ძალიან ბუნდოვანია, თუ ჩვენ ასეთი გზებით და ასეთი ფასეულობას უნდა გრძნობდეთ, უნდა ვიცოდეთ, სად არის თეთრი და სად არის შავი. მადლობას მოგახსენებთ და ღმერთმა ბედნიერი შობა ახალ წელი გაგითენოთ. ჩვენთან არის ღმერთი.